ცეცხლში გახვეული კრემლი. უკრაინის პრეზიდენტის აძინებელში გამოჩენილმა ნახატმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ბევრმა განსაკუთრებით უკრაინასა და საქართველოში ნახატის შინაარსი მოიწონა. რუსეთში კი ნახატის გამო უკრაინის პრეზიდენტი მრავალჯერ გააკრიტიკეს. ამ ნამუშევრის ავტორი ქართველი მხატვარი სანდრო ანთაძეა. მან ეს ნამუშევარი 2022 წელს მას შემდეგ შექმნა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. რუსეთი რო შეიჭრა უკრაინაში, ძალიან დიდი გაბრაზება გამოიწვია ჩემში, იმიტომ რომ გაუთავებელი ეს რაღაცა აგრესორის და რაღაცა ოკუპანტის როლი რუსეთის იმპერიის არ დამთავრდა. არ ვიცი, მე გამომეხატა რამენაირად ჩემი ეს ბრაზი და მინდოდა რომ რამე დამეხატა, რომელიც გამოხატავდა ჩემ დამოკიდებულებას ამისთვის, რომ იგივე უსურვო რუსეთის მთავრობას, მოდი ესე ვთქვათ, რუს ხალხს არ მინდა რომ უსურვო, რასაც ისინი უკეთებენ სხვებს. ქითა ფონზე არის რომ ხალხს მე არ ვერჩირო, არის უკან ჩანს სახლები, სადაც სინათლეა და სიმშვიდეა. იდეა არ იყო რომ მოდი მოსკოვი ავაფეთქოთ და უბრალოდ ეს არის სიმბოლური დატვირთვის ნამუშევარი, რომ დამთავრდეს მათი იმპერიალისტური რაღაცა დამპყრობლური პოლიტიკის გატარება რა მსოფლიოში. სანდრო ანთაძემ ნახატს ოცნება უწოდა და 3 ასლი დახატა. საკმაოდ ამბიციური იდეა მომივიდა, არა ვარ ძალიან ამბიციური ადამიანი, მაგრამ აი ამაზე მინდოდა რომ ეს რა ამან რამე უნდა გააკეთოს. რომ უყურებდი ამას ახლა მე რომ მქონდეს თქო, ნუ რა აზრი აქვს. მეთქი აი სად უნდა ეკიდა, ვინ უნდა უყუროს მეთქი ამას, რომ რაღაცნაირად იქნებ როდესმე ეს მიზანი განხორციელდეს. შესაბამისად ესეთი იდეა მომივიდა, რომელიც საკმაოდ აბსურდული იყო იმ დროისთვის, იმიტომ რომ გაჩაღებული ომი იყო, რომ მოდი მეთქი ზელენსკის გაუგზავნით თქო რა, იმიტომ რომ მაგათმა უნდა უყურონ მეთქი ამ იმას. სანდრო ანთაძემ სხვადასხვა კონტაქტის მეშვეობით ნამუშევარი კიევში გაგზავნა, სადაც ის პრეზიდენტის აპარატს გადაეცა. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ უთხრეს, რომ კავშირზე არავინ გამოდიოდა და სავარაუდოდ ნახატმა დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწია. 1 იანვარს ჩემი მეგობარი მიგზავნის ვიდეოს პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვით, სადაც ერთ-ერთ კადრში გამოჩნდება ჩემი ნამუშევარი. Не было обстрелов и атак. მტერმა რამდენი რაკეტაც არ უნდა გვესროლოს, რამდენჯერაც არ უნდა დაგბომბოს და რამდენიც აზიზღარი, დაუნდობელი. მასიური თავდასხმაც არ უნდა მოიტანოს ჩვენზე. უკრაინელების გატეხვის, დაშინების, უკრაინის მიწაზე დაცემის, მიწისქვეშეთში განდევნის მიზნით ჩვენ მაინც ავდგებით. რადგან ის, ვისაც ჩვენს მიწაზე ჯოჯოხეთი მოაქვს, ერთ დღეს ამ ჯოჯოხეთს საკუთარი ფანჯრებიდან დაიღოს. ძალიან ისეთი გზნობა არის სიამაყის, ეხაც რომ ახსენდება მაჟრიალებს, ასე ვთქვათ, რომ არც პოლიტიკოსი ვარ, არც ისა ჩვეულებრივი რაღაცა, არც ძალიან ცნობილი მხატვარი ვარ და რაღაცა ამ იდეიდან რომ ეს რაღაცნაირად განხორციელდა, რომ ჩავიდა იქ სადაც უნდა ჩასულიყო და იქ კიდია სადაც უნდა ეკიდოს. ჩემთვის რავი დიდი სიამაყის და სიამოგზნების გზნობა თან რაღაცა ქართველი ხალხისგანაც იყო გზავნილი, რომ ჩვენ თქვენთან ვართ. შეიძლება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა მაგას საპირისპიროს აკეთებდა მაგ დროისთვის და ეხაც ეგრეა, მაგრამ ნუ რა ვიცი, ჩემი გზავნილი ეგ იყო, რომ თქვენთან ვართ. მართალია ამას თავისი ნეგატიური მხარეც აქვს. ეხლა შეიძლება რა ვიცი, FSB-მ არ ვიცი, დაინტერესდეს ჩემი პიროვნებით და რაღაცა სადამსჯელო ისიც იყოს მაგაზე, მაგრამ ნუ რა ვიცი, ჩემი ემოციური მდგომარეობა გამოვხატე ამით. უკრაინის პრეზიდენტის აძინებელში ცეცხლის ალში გახვეული კრემლის ნახატის გამოჩენამ რუსეთის მთავრობაში ბევრი გააღიზიანა. ამაზე კომენტარსაც არ გავაკეთებდი. ეს ალბათ ყველაზე კარგად აჩვენებს იმ ადამიანის სულიერი განვითარების დონეს და მის შინაგან მდგომარეობას, რომელიც ასეთი ნახატების წინ პოზირებს. ყოველ შემთხვევაში ეს ყველაფერი მათზე, ვინც ამას აქვეყნებს, ისევე როგორც მათზე, ვინც ასეთი ნახატების წინ პოზირებს, დადებითად ვერ აისახება. სანდრო ანთაძის ნამუშევრის გამოჩენას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერი მარია ზახაროვა 2 სიტყვით გამოეხმაურა: ფსიქიატრიული პალატა.
ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმერ ჯაბაროვმა განაცხადა, რომ კრემლში არავის მოაფიქრდებოდა ცეცხლში გახვეული კიევის ქუჩების ნახატის შეკვეთა. მინდა განვაცხადო, რომ პრეზიდენტ ზელენსკის არ შეუკვეთია ეს ნახატი, ეს ჩემი, ასე ვთქვათ, საჩუქარი იყო და ჩემი იდეა იყო. და რა ვიცი, მე ხა მაგათი განცხადებები ძალიან მიკვირს, იმიტომ რომ ეს ნახატია მხოლოდ და მხოლოდ და ისინი რეალურად წვავენ მთელ უკრაინას.